მიხილოთ ახალი სერიის Hyundai Elantra, რომელიც გამოდის 2021 წლიდან, მას აქვს 2.0 DOHI Smart Stream G სერიის ზავი, რაც ეხმარება ავტომობილს ქალაქში დაწვას დაახლოებით 5.7 ლიტრა, დამეთანხმებითო ძალიან კარგია ბენზინის ზავისთვის, ასევე გაჯერებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგალითად ჩემ ავტომობილს აქვს გასწრების სენსორი, ბნელი კუთხის სენსორი, ეგრეთ წოდებული blind spot-ი, cruise control-ი, parking control-ი და სხვა ბევრი ოფცია, რაც მეხმარება ავტომობილით მარტივად გადაადგილებაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ადრე Hyundai Elantra-ს ჰქონდა GDI სისტემა, რაც ითვლებოდა, რომ არ იყო გამომდგარი და კარგი. ეს Mitsubishi-დან გამომდინარე ჩამოყალიბდა ეს აზრი, იმიტომ რომ Mitsubishi ჰქონდა GDI სისტემა. შესაბამისად Hyundai-მ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ეს სისტემა და გადასულიყო უკვე DOHI-ს ზავზე, რაც ძალიან კარგი და გამომდგარია. ეს ავტომობილი დაახლოებით მე დამიჯდა $8,200 თითქმის დაუზიანებელი, ანუ მინიმალური დაზიანებით. ამ ავტომობილის ყიდვა ჩამოყვანა და იდეალურ მდგომარეობამდე მიყვანა დაждდება დაახლოებით $800-დან $800-მდე. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რა ავტომობილს ჩამოიყვანდით 2021 წლიდან ზევით $8,200 ფარგლებში.